საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია და თქვენთვის ტრადიციულად პირდაპირ ეთერში მუშაობს გადაცემა Art Express-ი. მე ხათუნა მანაგაძე ვარ. ეს გახლავთ სეზონის ბოლო გადაცემა და მე ვფიქრობ საინტერესო თემების შესახებ ვისაუბრებთ, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული ძალიან ცხელია ხოლმე ბათუმში და ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენები ხდება. რასაკვირველია, ჩვენ სექტემბერში უკვე გავაკეთებთ იმ მოვლენების შეჯამებას, რომელსაც ჩვენი მაყურებელი ქალაქის სტუმარი იქნება ეს თუ ბათუმელები იქნებიან, ნახავენ მთელი ზაფხულის მანძილზე, მაგრამ მანამდე ვისაუბრებთ რამდენიმე საინტერესო მოვლენაზე და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მრავალი წელია რეგიონული თეატრების რეპერტუარს მოიცავს და ძალიან საინტერესო მოვლენებს თავაზობს ხოლმე მაყურებელს და თეატრის მოყვარულებს. ფოთში ტარდება ეს ფესტივალი და სამეგრელოს რამდენიმე რეგიონს მოიცავს. ამ ფესტივალის შესახებ გვესაუბრება ფესტივალის მენეჯერი, ერთ-ერთი მენეჯერი შიო აბრაჰამია. შიო ჩვენთან ერთად არის. საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის, მოგესალმებით. მოგესალმები შიო და მე ვფიქრობ ჩვენ ჯერ ვერ დავიწყებთ ფესტივალზე საუბარს, სანამ რამდენიმე სიტყვით მაინც არ გამოვეხმაურებით იმ სამწუხარო მოვლენას, რომელიც გუშინ მოხდა პრაქტიკულად. ცნობილი მუსიკოლოგი მანანა კორძაი აღარ არის ჩვენ შორის და მე ვფიქრობ ყველა ის ადამიანი, ვისაც კი ერთხელ მაინც ქონია შეხება მასთან, ვერ იქნება გულგრილი ამ ფაქტის მიმართ, იმიტომ რომ ქალბატონი მანანა გახდათ ადამიანი, რომელიც უშურველად გასცემდა თავის ცოდნას, თავის შესაძლებლობებს და სიხარულს და სიყვარულს უძღვნიდა ყველას. რამდენიმე სიტყვით ვთქვათ მის შესახებ. დიდი მადლობა ამ სიტყვისთვის, ხათუნა, როგორ უნდა აღნიშნო ესე, მაგრამ სიამოვნებით შემოვერთრებით თქვენს ამ წუხილს გამოთქმულს. თქვენ მოგეხსენებათ, მე მისი სტუდენტი გახდით კონსერვატორიაში, როგორც საბაკალავრო, საგუნდო სადირიჟორო პროგრამაზე სწავლისას, ასევე დოქტორატურის კურსში, როგორც მუსიკოლოგი და როგორც თქვენ ბრძანეთ, ის ძალიან დიდი დანაკარგია არა მხოლოდ ქართული მუსიკოლოგიისთვის, მისი კოლეგებისთვის, მუსიკოსებისთვის, არამედ ვფიქრობ ქართული კულტურისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ის გახლდათ უზადოდ, უსაზღვროდ ერუდირებული, მრავალმხრივ განსწავლული პიროვნება, რომლის ესე ვთქვათ არეალი მოიცავდა როგორც ფერწერას, ასევე კინოს, თეატრს და რასაკვირველია მუსიკა იყო მისი ძირითადი ჟანრი, რაშიც ის მოღვაწეობდა როგორც ჭეშმარიტი მეცნიერი, ნამდვილი მკვლევარი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მისი პუბლიკაციები თუ სატელევიზიო გადაცემები ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობას დარჩება როგორც დარგის, ესე ვთქვათ, ენციკლოპედიური მონაპოვარი. და ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ როგორც გვჩვევია ხოლმე მომავალში უკვე გამოიცემა ალბათ ის პუბლიკაციები ერთ წიგნად მაინც იმისთვის რომ კონდეს ყველა ადამიანს შესაძლებლობა გაეცნოს მის ძალიან საინტერესო კვლევებს. სამწუხარო ამბავია ჩვენ წუხის გამოვქვამთ რასაკვირველია და სამძიმარს უცხადებთ მის ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც ქალბატონი მანანა კორძაია ძვირფასი გახდათ. ვაგრძელებთ გადაცემას. ფესტივალი დაიწყება 25-ში, როგორც ვიცი. დიახ, ფესტივალი 25-ში სტარტს აიღებს სენაკში, სენაკის თეატრში და ის დასრულდება 31 ივლისს ქალაქ ფოთში. ფოთი გახლავთ პირველი მასპინძელი ამ ფესტივალისა, მაგრამ მოგეხსენებათ, შემდგომ ძალიან მალევე ფოთის თეატრის, ესე ვთქვათ, ავარიული მდგომარეობის გამო იმ ახალი თეატრისა, რომელიც ფესტივალის დაარსებამდე ძალიან მალე გაიხსნა, ხო? ამ ავარიული მდგომარეობის გამო, ესე ვთქვათ, უკვე მერამდენი წელია მხოლოდ დიდი მასშტაბის სპექტაკლები, რომელიც გულისხმობს შესაბამის დეკორაციას, ან მსახიობთა გარკვეული ასევე დიდი რაოდენობა, აი ამ თვალსაზრისით აი ესეთი სპექტაკლები სენაკის თეატრში გაიმართება, ხოლო შედარებით მცირე მასშტაბის სპექტაკლები კვლავაც ფოთის თეატრში, იმიტომ რომ ქალბატონი ნინელის გადაწყვეტილებით, რომელიც ამ ფესტივალის ინიციატორი და საფოტო ხელმძღვანელი გახლავთ, სწორედ იმ წლებში, როდესაც ფესტივალს მხარდაჭერა სჭირდებოდა ქალაქს, ამ თეატრს, ფოთის თეატრს და ამ თეატრის დასმისთვის არ უღალატია შესაბამისად ფესტივალიც მას ფოთში სად გაიმართება სპექტაკლები? როგორ? ფოთში სად გაიმართება სპექტაკლები? ღიაცის ქვეშ კვლავ? ესე იგი დღესდღეობით სადაც ფოთის თეატრს აქვს ალტერნატიული სივრცე
როგორც ფოთის თეატრად დღეს ის იწოდება, ეს გახლავთ ფოლკლორის ცენტრი დიახ. სწორედ აი აქ გაიმართება, თუმცა არის რამდენიმე ალტერნატიული სივრცეც, სადაც პერიოდულად იმართება ხოლმე სხვადასხვა სივრცეებში და ამის შესახებ მაყურებელი დაინტერესებული პირები ჩვენი ფესტივალის Facebook გვერდზე იხილავენ უფრო დეტალურ და კონკრეტულ ინფორმაციას. წელს მე-11-ად გაიმართება ეს ფესტივალი, ეს მინდა აღნიშნო. როდესაც 2015 წელს ფესტივალს ეს თქვა საფუძველი ჩაეყარა, რასაკვირველია, ყველას გქონდა იმის იდეა, სურვილი და მოლოდინიც, რომ ფესტივალი იქნებოდა სიცოცხლისუნარიანი, ხანგრძლივი და მინდა აღნიშნო, რომ აი ამ 11 წლის განმავლობაში ყოველგვარი წყვეტის გარეშე იმ რთული პანდემიური ვითარების მიუხედავად ფესტივალი არ შეწყვეტილა და წელს კიდევ სიახლეებით უბრუნდება ქართული რეგიონული თეატრების გულშემატკივრებსა და თავად მესვეურებს. მოდით უფრო დეტალურად, რომელი თეატრები იქნება წარმოდგენილი, როგორი ტიპის რეპერტუარი იქნება წელს და რა სიახლეა ფესტივალის მიმდინარეობაში. ფესტივალი საერთაშორისო ხასიათს ატარებს მოგეხსენებათ დაფუძნებისთანავე და შესაბამისად წელს ქართული რეგიონული დასების გარდა სტუმრებად ვიხილავთ რეგიონულ თეატრალურ დასებს და ასევე რუმინეთიდან, ლიეტუვიდან, ირანიდან და საფრანგეთიდან. გარდა ამისა, 7 ქართული რეგიონული თეატრალური დასი მიიღებს მონაწილეობას და თქვენ ახსენეთ სიახლე და ამ თვალსაზრისით იმასაც აღნიშნავ, რომ ფესტივალის პარალელურად გაიმართება ასევე თეატრალური ბანაკი. ეს 7 თვის განმავლობაში ეს არის რეალური სიახლე. თქვენ იცნობთ, მცირე გადახვევას გავაკეთებ ერთგვარი ეს აუცილებლად საინტერესოა, დიახ. გავაკეთე ზოგადად თავად ფესტივალი, რეგიონული თეატრების ფესტივალი ყოველ წელს ცდილობს გარკვეულწილად რაღაცა კრეატიული იდეები შემოიტანოს და განახორციელოს რეგიონული თეატრებისთვის. თავად იდეა რომ ქართული რეგიონული თეატრების განვითარებისთვის დაფუძნებული იყო ფესტივალი, უკვე ეს იყო სიახლე ქართულ თეატრალურ საფესტივალო სივრცეში, ასევე სიახლე იყო, როდესაც ფესტივალებში გაჩნდა მასტერკლასები მსახიობებისთვის, რეგიონის მსახიობებისთვის. ასევე აღნიშნავდი აი ამ სიახლეების კვალდაკვალ იმ ფაქტს, რომ თეატროლოგებს, როგორც დღეს მათ უწოდებენ, თეატრწოდნეებს, თეატრის კრიტიკოსებს მისცა ფესტივალმა შესაძლებლობა, რომ ყოველწლიურად დასწრებოდნენ საფესტივალო სპექტაკლებს მონაწილეები ყოფილიყვნენ უშუალოდ აი ამ მარათონისა, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები მრგვალი მაგიდის ფორმატში და რასაკვირველია კრიტიკული რეცენზიები, წერილები ასევე გამოქვეყნებულიყო. კიდევ შეიძლება ერთ-ერთი მაგალითად აღინიშნოს თეატრი ყველგან ამ სლოგანით, როდესაც ფესტივალმა ჩაატარა ერთ-ერთი საფესტივალო ღონისძიება და სხვადასხვა სივრცეები იქნა აფიქსებული. აი ეს ყველაფერი, რასაც ახლა მე ვთვლი, ჩვენ და სასიხარულოდ აღმოჩნდა გადამდები და ინსპირატორი სხვა ჩვენი მსგავსი შემდგომ ჩამოყალიბებული თეატრალური ფესტივალებისთვის, მათ შორის იგივე რეგიონული თეატრები გახდა ძალიან აქტუალური და აი წელს გადაწყდა იმის გამო, რომ აი ეს ყველაფერი უკვე თანდათან ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და ამას მივესალმებით, რასაკვირველია მიესალმება ქალბატონ ინელი, რომ ისი კოლეგა ფესტივალები აი ამ იდეებს უფრო და უფრო აღრმავებენ და აფართოვებენ ზოგიერთს, ამაში ხელს უწყობს გაცილებით მეტი ფინანსური შესაძლებლობა. ზოგიერთ ნაკლები ყოველ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები ესე ვთქვათ ბიუჯეტით მაინც აღმოჩნდა რომ ჩვენი ფესტივალი გამოირჩევა, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველ წელს შემოგვაქვს სიახლეები და ეს სიახლე წელს სწორედ გახლავთ ბანაკი ახალგაზრდა მსახიობებისთვის. როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან. ესეც სიახლე გახლავთ, ეს მოგეხსენებათ რეგიონული. რას გულისხმობს ბანაკი? ეს მარტო ღამისთევა არ იქნება? არა, რასაკვირველია, ესე იგი, ეს არის ზოგადად ფესტივალი წელს გულისხმობს ახალგაზრდული ხაზის გაძლიერებას. და თუკი სპექტაკლები წარმოდგენილია ახალგაზრდა მსახიობების ან ახალგაზრდა რეჟისორების მიერ დადგმული, ან დრამატურგი გახავთ ახალგაზრდა, ან ისედაც არის შემთხვევა, სადაც ეს ყველაფერი თავს იყრის, ამის პარალელურად, როგორც თბილისში არსებული უნივერსიტეტებიდან თეატრალური თუ ილიას უნივერსიტეტიდან შეირჩა ახალგაზრდა მსახიობები, ასევე რეგიონის სტუდენტ მსახიობებს გულისხმობ, ასევე რეგიონული თეატრალური დასებიდან ახალგაზრდა მსახიობები, ისინი ერთ ჭერქვეშ, ერთ სივრცეში ცხოვრობენ, სადაც მათთვის მასტერები ჩაატარებენ შესაბამის ისე ვთქვათ ვორქშოპებს, მასტერკლასებს თუ ლექციებს. მაგალითისთვის აღნიშნავდი, მაგალითად სალექციო კურსს არ უძღვება
კრიტიკოსი დავით მუხრიკიძე. სამსახიობო ოსტატობას უხელმძღვანელებს თავად ნინელი ჭანკვეტაძე, დოკუმენტურ ფილმის ჩვენება შედგება ასევე მიხეილ თუმანიშვილის და მისი მეთოდების შესახებ ქართულ თეატრში. ეს გახლავთ მანანატური თეატრის მწოდნე მანანატურიაშვილის ხელმძღვანელობით, მეტყველების კულტურაში მასტერკლასებს ჩაატარებს მანანა ბერიკაშვილი და ქორეოგრაფია და პლასტიკა თიკა ქოიავა. ანუ აი ეს მრავალშრიანი, მრავალკომპონენტური, მხოლოდ ყველაფერი რაც უკავშირდება სათეატრო ხელოვნებას და აი ამ 7 დღის და ლოგიკური დასასრული შეჯამება, ესე ვთქვათ, იქნება უკვე შექსპირის ზაფხულის ღამის სიზმრის მიხედვით დადგმული ეს იქვე მომზადდება ამ ბანაკის ბაზაზე ეს პერფორმანსი, აჰა. იქვე ხდება, მაგრამ იცით რა მინდა აღნიშნო? ეს სპექტაკლი, რითაც დასრულდება ბანაკი, არ გულისხმობს საფესტივალო სპექტაკლების სერიის დასასრულს. საფესტივალო სპექტაკლების ჩვენება დასრულდება ჩვენი მასპინძელი ფოთის თეატრის სპექტაკლით. ეს უბრალოდ პარალელურ რეჟიმში წარიმართება სპექტაკლები და საბანაკო მუშაობები. თუმცა ამავე დღეს და დასკვნით დღეს ასევე გვექნება მეორე წარმოდგენა, რაც გულისხმობს სწორედ აი ამ ბანაკის შედეგად მიღებული თეატრალური პროდუქციის შეიძლება ამ სპექტაკლი ეწოდა სწორედ მისი ჩვენებით. აი ეს გახლავთ ერთ-ერთი სიახლე და კიდევ ერთი ფაქტი მინდა აღნიშნო. ზოგადად ფესტივალი დაფუძნების დღიდან ერიდებოდა კონკურსის ფორმატს. ის რომ ვიღაცა ყოფილიყო გამარჯვებული, ვიღაცა არა, უბრალოდ ეს იყო ჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, მარათონი, მაგრამ წელს ასევე, რადგანაც ახალგაზრდების ხაზი იქნება გაძლიერებული, ალბათობა ნინელიმ გადაწყვიტა, რომ შეირჩეს ახალგაზრდა რეჟისორები. ასევე ახალგაზრდული ხაზის გაძლიერების თვალსაზრისით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე შეირჩა პრინციპში, შეარჩიეს. ანუ საკონკურსო პროგრამა ცალკე იქნება, როგორც ანუ ეს პარალელურად მიმდინარეობს. უკვე შერჩეულია რამდენიმე სტუდენტი მეორე ტურისთვის, 4 სტუდენტია შერჩეული და შესაბამისი ჯგუფი დააკვირდება მათ მუშაობას, მათ იდეებს, ისინი როგორ მუშაობენ სწორედ საბანაკე ვითარებაში, აი ამ ახალგაზრდებთან და იქ გადაწყდება უკვე შემდგომ გამოვლინდება ერთი გამარჯვებული და ეს არის კულტურის სამინისტროს დიდი მხარდაჭერით მოხდა სწორედ ეს გამარჯვებული ახალგაზრდა რეჟისორი მიიღებს შესაბამის ფინანსურ გასამსჯელოს, რომელიც აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს ნებისმიერი რეგიონული თეატრისთვის, რეგიონულ თეატრში განხორციელებული სპექტაკლისთვის ალბათ. სპექტაკლის განხორციელებისთვის. ანუ ესე ვთქვათ, 3 კომპონენტით წლევანდელი ფესტივალი არის გამორჩეული და გვთავაზობს სიახლეებს. ეს არის ძირითადი ხაზი, რასაც წლევანდელი ფესტივალი ავითარებს, იმიტომ რომ არ რასაკვირველი არ სრულდება პროფესიული განათლება მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლებით, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია ფესტივალის მუშაობის პროცესში, იმიტომ რომ სწორედ საგანმანათლებლო სივრცე ერთგვარი, რომელიც შეიქმნება უკვე აქ, საშუალებას მისცემს მომავალში გაცილებით უფრო მეტი ადამიანი მიიზიდოს ალბათ. რასაკვირველია და სწორედ აი ამ იდეას ემსახურება ეს წლების ახალგაზრდული ხაზის გაძლიერება, როგორც ერთის მხრივ საბანაკე სივრცეში, ამასთანავე სპექტაკლებიც ამ თვალსაზრისით იქნა შერჩეული, როგორც აღნიშნე და აი ესეც გარკვეული სიახლე არის წელს. მე თქვენი სიამართით აღნიშნავდი და კლავაც მოვიხსენიებ წელს ჩვენი პირველი, ესე ვთქვათ, განსხვავებული მხარდამჭერი, ეს გახლავთ თბილისის მერია. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ეს არის რეგიონული თეატრების ფესტივალი, მაგრამ საბანაკე სისტემა გულისხმობს მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონული ფესტივალი რომ არის რეგიონებისგან თუ არის შესაბამისად რაღაც გარკვეული წილი დაფინანსების ასეთ შემთხვევაში ამ თვალსაზრისით გახლავთ სენაკის მერია და ფოთის მერია ჩვენი ძირითადი მასპინძლები ასევე სენაკის მერიამ უზრუნველყო მათი ქალაქიდან იქ არსებობს თეატრის ბაზაზე ახალგაზრდული სტუდია თეატრალური სტუდია და სენაკის თეატრის ეს ვთქვათ საამაყოთ, სასიკეთოდ და ახალგაზრდებისთვის სასიკეთოდ უნდა აღნიშნო, რომ ასევე დამატებითი რესურსები იქნა გამოყოფილი იმისთვის, რომ აი ამ სივრცეში საკმაო რაოდენობის ახალგაზრდები მათ შორის სენაკიდან მოიყრიან თავს. და კულტურის სამინისტრო, რომელიც პირველი წლიდან არის აქტიური მხარდაჭერი და ძალიან დიდი მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ კულტურის სამინისტრომ გალბატონმა თიკარუხაძემ შედგა რა ჩვენი შეხვედრა თავიდანვე მზაობა გამოხატა იმისთვის, რომ აი სწორედ ახალგაზრდებისთვის წელს ყოფილიყო რაღაცა განსხვავებული ფორმატი და ვფიქრობ ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა პირველ რიგში, იმიტომ რომ
მაქსიმალურად გავერკვიეთ უკვე იმაში რა ელოდება იმ ადამიანებს ფესტივალის მსვლელობის პროცესში, რომლებიც მოისურვებენ იყვნენ ამ ფესტივალის აქტიური მაყურებლები. გარდა ამისა, ძალიან ცუდია, რომ გადაცემა უკვე დასრულებული იქნება, როცა ფესტივალი დასრულდება და შეჯამებას ვერ მოვახერხებთ, თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან მიხარია, რომ ამ ფესტივალის გვერდით დაარსების დღიდან დგას გადაცემა Art Express და თქვენთან საუბარს დავასრულებ ისე როგორც ამ ბოლო წლებში ვასრულებ ხოლმე იმედია მომავალ წელს ფოთის რეგიონული ფესტივალების რეგიონული თეატრების ფესტივალის ფარგლებში უკვე ფოთის ულამაზესი თეატრი იქნება მზად იმისთვის რომ მიიღოს მაყურებელი და მიიღოს სპექტაკლები. ეს მე ვფიქრობ ყველა სურვილია თქვენი, ჩვენი და საერთოდ ალბათ მთელი საქართველოს, რომელიც გულშემატკივრობს ამ ფესტივალს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და უერთდებით თქვენ სურვილებს და ასევე აღნიშნავ თქვენი ტელევიზიის და კონკრეტულად თქვენი გადაცემის ძალიან დიდ მხარდაჭერას ჩვენი ფესტივალისადმი, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. გმადლობთ ასევე და ახლა ვიტყვი სრულდასახელებას, რომ ფესტივალის ადმინისტრატორი და ღონისძიებების მენეჯერი შიო აბრაჰამია გვერდთვებოდა და საუბრობდით რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომელიც სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ფოთში იმართება, ფოთსა და სენაკში. ძალიან დიდი მადლობა ფესტივალის მესვეურებს, ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში და კიდევ ერთი მომავალი ფესტივალის შესახებ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ეს ფესტივალი გაიმართება უკვე სექტემბრის ბოლოს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი გადაცემა შესაძლოა დაიწყოს სექტემბრის შუა რიცხვებში, მაგრამ ფესტივალი იქნება მზადების პროცესში, ამიტომ ფესტივალის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა თუ დირექტორმა ვახტანგ ბერიძემ ამჯობინა ამჟამად მოსულიყო გადაცემაში და ესაუბრა იმაზე, რა იქნება წელს მე-13 ღირსშესანიშნავი თარიღია ზეკარზე, რას უნდა ველოდოთ, რა სიახლეები გვაქვს და როგორი გამოწვევების წინაშე დგას ფესტივალი. საღამომშვიდობის ვახოთ. დიდი მადლობა. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა. ასევე მეც უერთდები მადლობას თქვენ გადაცემის მიმართ და ზოგადად აჭარის ტელევიზიის მიმართ, რომ კულტურა ყოველთვის რჩება ამ ტელევიზიაში აქტუალური და სხვადასხვა გადაცემებით ხერხდება იმ პროცესების გაშუქება, რაც არა მარტო ჩვენს რეგიონში, საქართველოში მიმდინარეობს. Ჩეხეთში ჩვენს ფესტივალს მე-13 ტრადიციულად ველოდებით ჩვენს მომხმარებელს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებათა პროგრამაზე, რომელიც მოიცავს როგორც თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას, ასევე არაფორმალურ განათლების ნაწილსაც 6 სპიკერი გვეყოლება საქართველოს ორი წამყვანი უნივერსიტეტისგან, ეს არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები იქნებიან წლევანდელი ჩვენი ფესტივალის სპიკერები, რომლებიც ისაუბრებენ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ბოლო პერიოდში ასე ძალიან გვიჭირს. ჩვენი ფესტივალის წლევანდელი თემა არის დიალოგი, კულტურათა შორის დიალოგი და კულტურათა შორის დიალოგი, ლიტერატურის დიალოგი სხვადასხვა ეპოქაში და დღეს აქ და ახლა როგორ მიმდინარეობს, რა პროცესებს გავდივართ ჩვენ ამ ესე ვთქვათ სიტუაციაში. ამიტომ ეს იქნება ძალიან საინტერესო. მაყურებელს შევახსენოთ, რომ შარშანდელი ფესტივალის კადრებია, არ გეგონოთ წინასწარ რაღაც იმიტაცია. კი ბატონო. ხო, ასევე იქნება ტრადიციულად აჭარული ტრადიციული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ფოლკლორული კონცერტები, რეწვის ნიმუშების გამოფენა და წელს პირველად იქნება ბათუმის სახელოვნებო სკოლების კონცერტი, ერთობლივი 3 სკოლის ერთობლივი კონცერტი ხულოს თეატრში. არა, ეს არის კლასიკური ზოგადად და ამით ჩვენ ხას უსმევთ იმას, რომ ჩვენთვის, ჩვენი ფესტივალისთვის მნიშვნელოვანია მომავალი თაობა, მოზარდები. გადაწყვეტილებაა ეს. მოზარდები, მათი ახალისება ხელოვნების სხვადასხვა დარგებში მონაწილეობით, ჩართულობის და ასევე ლიტერატურით მათი დაინტერესება, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ჩვენი ფესტივალის მიზანია, ერთ-ერთი მიზანია წიგნიერების გავრცელება და ეს არის ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს ჩვენ საზოგადოებაში და ამიტომ
მუდმივად ყოველწლიურად ჩვენ ვცდილობთ რომ სხვადასხვა მეთოდით, ხელოვნების სხვადასხვა დარგებით მოვახდინოთ ესე ვთქვათ ის დადებითი გავლენა მათ აზროვნებაზე და შემდგომ ინტერესზე რომ ჩაერთონ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი ხდება ერთგვარად ინტეგრირების გზით და არ არის მარტო ლიტერატურაზე კონცენტრირებული ყურადღება, ამას აქვს გარკვეული მნიშვნელობა, განსაკუთრებით როცა ადამიანს თავაზობ მუდმივად ერთი და იგივე მიმართულებას, მისი ყურადღება შეიძლება მოდუნდეს და როცა გაქვთ უკვე ამდენი ესეთი სულები სხვადასხვა მიმართულები და სხვადასხვა კულტურული პოზიციების პოპულარიზაცია იქნება ეს თუ პოზიციონირება სხვადასხვა გარემოში, განსაკუთრებით უკვე ხულოს შესანიშნავ თეატრში, როცა კონცერტი გაიმართება, მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. კი. იცით რა არის, ანუ ლიტერატურა არის წამყვანი და ესე ვთქვათ დარგი, საკვანძო დარგი, რომელზეც არის დაფუძნებული ხელოვნების სხვადასხვა დარგების განვითარება. ხო, სიტყვა არის გადამწყვეტი როგორც მუსიკაში, ისე თეატრში და ყველა იმ სფეროში ძირითადში, რომელიც ესე მასიურად ადამიანებს აწვდის სულიერ საზრდოს. ამიტომ ლიტერატურა კინოში, ლიტერატურა თეატრში, ლიტერატურა თავის თავში დღეს აქ და ახლა თანამედროვე ქართული ლიტერატურა რა გამოწვევების წინაშე არა პროცესებს გადის, როგორი ლიტერატორები ყავს, როგორი მომავალ თაობა ყავს, ხო, ეს ძალიან საინტერესო საკითხებია და ის სტერეოტიპული აღქმა, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა არაფრად ვარგა, ეს ჩემთვის არის კრიტიკულად მიუღებელი. კი, კრიტიკულად მიუღებელია, ეს არის ისმის ხშირად და ეს კრიტიკულად მიუღებელია. ეს ალბათ იმ ხალხისგან, რომელიც არ იცნობს ამ ლიტერატურას და უბრალოდ სურვილი არ აქვს გაიცნოს. ეგ არის მთავარი პრობლემა, რომ ჩვენ რასაც არ ვიცნობთ, რაც ესე ვთქვათ, რაც ვერ გავიგეთ, ყველაფერი შეიძლება რომ ჩავთვალოთ ცუდად. და ზოგადად ეს ცუდის და კარგის აღქმა კულტურაში არასწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ ეს არის მთელი პროცესი და მას შეფასების ჩვენ არ გვაქვს უფლება დროზე ადრე ადგილი მივუჩინოთ რომელიმე ისტორიამ უნდა განსაზღვროს თითოეული პროცესი. მთელი 13 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი ფესტივალი არსებობს, მთელი 13 წლის განმავლობაში ჩვენ ვიცვლით ესე ვთქვათ ფორმებს, ვიცვლით შინაარს, ვავითარებთ ესე ვთქვათ ძალისხმევას, რომ გაიზარდოს გეოგრაფია და ვიცვლით ადგილებს და ახალ ადგილებში ვაჩენთ ახალ ინტერესებს. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის კულტურის პოტენციალის წარმოსაჩენად, განსაკუთრებით ის რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სადაც ეს არის ერთადერთი ესეთ ხანგრძლივი პერიოდის და დიდი ფესტივალი, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება. სხვათა შორის მე ვფიქრობ, მაინც ვალში ვართ რეგიონებთან, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ მუდმივი კომუნიკაცია და ვერ ვახერხებთ აი ესეთი ტიპის კომუნიკაციას, როგორც ახლა რომელსაც თქვენი ფესტივალი იცი, ორი საკითხია აქ, რომ ერთი კულტურის დეცენტრალიზაციის რეალური პროცესი არ არის და მეორე საკითხია ის, რომ ხელმისაწვდომობა არ არის თანაბრად, ანუ რესურსები თანაბრად არ ნაწილდება, როცა ჩვენ რაღაცა ერთი საერთო ყულაბიდან ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დავაფინანსოთ კულტურის სფეროს სხვადასხვა პროექტი, წარმომადგენელი, არტისტი, ეს უნდა განაწილდეს საქართველოში დასახლებულ ყველა პუნქტი, ყველა ესე ვთქვათ დაბაზე მეტნაკლები თანაბარი და სამართლიანობის პრინციპით. ამ პროცესში ვართ, ჩვენ ეს თავისთავად არ მოხდება, ამას გავდივართ და რაღაცა ის კულტურის პოლიტიკა, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია და პროცესშივე იქნება, პოზიტიურ მაჩვენებელს გვაძლევს, რომ მომავალში ყველა დასახლებული, ესე ვთქვათ, ადგილი, რაც საქართველოში არის, იქნება აქტიური და აქტუალური. უფრო მეტიც იმ ესე ვთქვათ, ტურიზმის სტიმულირებისთვის, ხო, ყველაზე კარგი ინსტრუმენტია კულტურა და ეს და განსაკუთრებით დღეს ტურიზმის მიმართულებით, აი სწორედ რეგიონებთან ურთიერთობა ერთ-ერთი აქტუალური თემა გახლავთ და ძალიან კარგია, რომ რეალურად ეს ფესტივალი ამ მიმართულებასაც მოიცავს, გამიზნულადაც რო არ იყოს, უნებურად უკვე მის თავში თავისთავად ცხადია ეს იგულისხმება. ძალიან დიდი მადლობა, თუ რამის დამატება გინდათ დავამატოთ. აუცილებლად მინდა დავამატო ის პროცესი, რაც ბოლო 2013 წლიდან ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს და ის მხარდაჭერები, რომელიც
ლოკალურ თუ ცენტრალურ დონეზე ჩნდება ფინანსური რესურსი ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა არის მნიშვნელობას იძენს პროექტის განხორციელების და იდეის ხორცშესმისთვის და ყველას მინდა მადლიერება გამოუხატო მთელი ამდენი წლის განმავლობაში ვინც თანადგომა გამოგვიხატა ვინც დაგვაფინანსა ვინც მხარი დაგვიჭირა და ვისაც ჯერა რომ ჩვენი პროექტით წვლილი შეგვაქვს ქართული კულტურის განვითარებაში დიდი მადლობა. მე მინდა წარმატებები გისურვოთ, წარმატება ავუსურვო ფესტივალს, რომელიც უკვე საკმაოდ სერიოზულ ისტორიას ითვლის და ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი რეგიონისთვის. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი გახდათ ვახტანგ ბერიძე, ფესტივალ ზეკარის დირექტორი. ჩვენ საუბრობდით მომავალ ზეამ ფესტივალის ფესტივალი გაიმართება 25-27 სექტემბერს. 25-27 სექტემბერს მე ვფიქრობ საინტერესო მოვლენების წინაშე აღმოჩნდებით. ახლა კი ვაგრძელებთ გადაცემას. ჩვენ რეალურად საუბრობდით აი წინა სტუმართანაც იმის შესახებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ტრადიციული კულტურა არის შენარჩუნებული და ტრადიციულ კულტურას აქვს თავისი განსაკუთრებული ადგილი ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში და ყოველდღიურობაშიც კი. სხვათა შორის აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ამ მიმართულებით, რომელიც უკვე დიდი ხანია მუშაობს საარქივო ჩანაწერების გაციფრებაზე, მის ხელმისაწვდომობაზე და ბევრს არ ვისაუბრებ, ბევრი რამ შეგიძლიათ ნახოთ ფოლკლორის ცენტრის ვებგვერდზე, მაგრამ ახლა მინდა სწორედ წარმოგიდგინოთ საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის არქივარიუსი სანდრო ნათაძე, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩენის შესახებ გვესაუბრება. ეს აღმოჩენა რეალურად გახლავთ არახალი, ძალიან ხშირად დგავართ ხოლმე ასეთი ფაქტების წინაშე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაზე მინდა ახლა ვისაუბრო სანდროსთან ერთად. საღამო მშვიდობის. საღამოშვიდობის ახათუნა, გამარჯობა. დიდი მადლობა ჩვენთან ერთად რომ ხართ და ძალიან დიდი მადლობა იმ საოცრად საინტერესო მოვლენის გაზიარების სურვილისთვის, რომლის მოწმენიც გავხდით სულ ახლახან. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის და მოტივისთვის, დროისთვის. გისმენთ. ხო, დასაწყისში სწორად ახსენეთ, რომ თან ახალი აღმოჩენა და თან არც, იმიტომ რომ ეს საუბარი ეხება ჩანაწერებს, ეს არის 1909 წელს ჩაწერილი სიმღერები ქალაქ ქუთაისში, რომელიც ჩაიწერა კომპანია გრამოფონმა, ეს იყო ბრიტანული კომპანია, რომელმაც ესე იგი, რომელიც ოპერირებდა საქართველოში 1900 პირველი წლიდან. თუმცა ჩანაწერების გაკეთება დაიწყო 1902 წელს. ფაქტობრივად მათ დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური ფონდი ტრადიციული მუსიკის ჩანაწერების. რაღაც ესეთი ფიგურების, რა როგორებიც იყვნენ სამუელ ჩავლეშვილი, ხუხუნაიშვილების შვიდკაცა ზემოაკეთიდან, გიგო ერქომაიშვილის გუნდი, ლევან ასაბაშვილის იგივე დედას ლევანას გუნდი კახეთიდან, სოფელ შილდიდან, ნუ კავსაძეების გუნდი, იაკარგერთების გუნდი და ასე შემდეგ. და ჩვენ ვიცოდით ეს არაერთხელ გამოცემულა ეს ჩანაწერები, სხვა ესე იგი პიროვნების მიერ როგორც იყო მაგალითად ანზორ ერქომაიშვილი, ასევე დავით ხუხუნაიშვილი, ეს ხუხუნაიშვილების ჩანაწერები მოიპოვა და ასე შემდეგ. და თითქოს ყველაფერი უკვე ცნობილი იყო, ვიცოდით კატალოგიზირებული ყველაფერი გამოცემული, მაგრამ სრულად მოულოდნელად მოკლედ დაახლოებით თვენახევრის წინ გადავაწყდი უნიკალურ ფირფიტებს, რომლებზეც ჩაწერილი იყო სიმღერები, რომელთა შესახებ არც კი ჰქონდა ჩვენ ინფორმაცია, თუ მსგავსი რამ სამუელის გუნდს ჰქონდა ჩაწერილი. და ეს იყო ცოტა დაუჯერებელი აღმოჩენაც კი. და ხო, რა ვიცი, მოკლედ აი ეს პირველი ეტაპი რაც და თუ მოკლედ კონკრეტიკა რაც გაინტერესებთ, მითხარით და თუ რატომ გამორჩეულია. საერთოდ ყოველთვის როცა ვსაუბრობთ ხალხური მუსიკის თანამედროვე სივრცეში ფიგურირებაზე, ბუნებრივია ყოველთვის ვეყნობით ხოლმე ამ ჩანაწერებს და აი უცნაური ეს იყო ამ ყველაფერში, როცა თქვენი პოსტი წავიკითხე, რომ მართლა როგორ შეიძლება კიდევ ერთხელ აი მოულოდნელად აღმოაჩინო ისეთი ფაქტი და ისეთი ჩანაწერი, რომელიც აქამდე არ ყოფილა, ხო? როცა წლების წინ ამაზე უმუშავიათ ადამიანებს, უძებნიათ ეს ყველაფერი. აი, სად იპოვეთ ეს ფირფიტა, მოდით აქედან დავიწყოთ. ხო, ეს ძალიან ისეთი იყო, რა ქვია, მოულოდნელი იყო და ესეთი საინტერესო ამბავი აქვს. მაგასაც რომ მე ბევრი მეგობრები მყავს, ვისაც უმადლი რომ
მისის მადლიერი ვარ, არასდროს არ ვავიწყდები თუ რაღაცა ძველ ჩანაწერებს ეხება საქმეს ზოგადად ამ ძველ ამბებს ყოველთვის მეხმიანებიან და ერთ-ერთი ასეთი ჩემი მეგობარი ბუკინისტი გიორგი ბუკინისტიკა ასე იცნობს უყოლა Facebook-ზე სასია რომელიც ყველას მარჯვენა ხელია ფაქტობრივად ასეთ დახმარების ამბებში და მან მომნიშნო პოსტზე ედო გოგიშვილის პოსტზე სადაც ვიდეო ეს ფირფიტები ფირსაკრავზე იკრებოდა ეს ფირფიტები და მოусმინე ერთი იყო გზავრული უკვე გამოცემული და ცნობილი ეს სიმღერა თუმცა მეორე სიმღერა იყო სრულიად ესე იგი ახალი ჩემთვის მაყურებელი რო არ შევიყვანოთ შეცდომაში ჟღერს ახლა სამუელ ჩავლეიშვილის სეული ჩანაწერი და ეს ის ჩანაწერი არ არის უბრალოდ სიმბოლურად გვაქვს დიახ თუმცა ესეც ახლა ალბათ ბრევალოს უყურებ ახლა მე მრავალჟამიერი იგივე ხო ეს ჩანაწერები ფაქტურად ერთ მომენტშია ჩაწერილი, ანუ ერთ დროს არის ჩაწერილი. გავაგრძელოთ ფირფიტაზე საინტერესო იყო. მე და ერთი სიტყვით, მოკლედ აი ესე რომ ვნახე და შემდეგ მეორე ჩანაწერი ფირფიტის მეორე მხარე რომ ვნახე, რაღაც უცხო სიმღერა მომესმა, ესე იგი, ჩემთვის იქამდე უცნობი და ნუ ედოს ხოვე მოკლედ უფრო მეტი ესე იგი ის გამოგზავნა რა ეს ქრონომეტრაჟი იყო თქვა 10 წამი თუ რაღაც და შემდეგ ნუ მოკლედ ისე გაგზავნა ხო ძალიან წვრილმანებს აღარ მოგიყვებით აღარ შეგაწყენთ თავს და შემდეგ შევიძინე ეს ფირფიტები მოусმინე გავაციფრებინე ჩემს მეგობარ ლევან პატარიას ვთხოვე და საინტერესო რა თქვენ ბრევალო გქონდათ ჩართული და ეს ბრევალო არის მრავალჟამიერი ანუ არის ორი ვარიანტი ჩაწერილი ამ გუნდის მიერ ერთი ჩვეულებრივი მრავალჟამიერი და მეორე ეგრეთ წოდებული მოკლე მრავალჟამიერი ქრონომეტრაჟსაც მოკლია. ეს ჩანაწერებს რომ ვუსმენდი, ეს ცნობილი იყო ხო ჩვენთვის გამოცემული ჩანაწერებია, თუმცა ერთი რომ დასრულდა ეს მოკლე მრავალჟამიერი. მაშინვე დაიწყო გურული სიმღერა მადლობელი, სადაც ეს ვარლამ სიმონიშვილმა შეზახა რომ ერთი კაი მადლობელიც გითხარი ეს შეზახილებია დასაწყისში და ბოლოში ამ ვარლამ სიმონიშვილის მიერ. ბოლოში აქებს მომღერლებს და თავიდან კი მოუწოდებს რომ დაიწყონ სიმღერა და ხო და ეს იყო რაღაც შოკის მომგვრელი მომენტი, იმიტომ რომ ჩვენთვის ცნობილი არც იყო ამ ჩანაწერების არსებობის შესახებ თუ მსგავსი რამ სამოჩაულში ჩაწერილი ქონდა. ადამიანები ახლა ვინ ჩვენ გვისმენენ შეიძლება კითხვა გაუშვათ, აი რატო ლაპარაკობს ეს ხალხი ან რატო უთმობს დროს უბრალოდ 1909 წლის ჩანაწერებს, ხომ? ეს გარდა იმისა რომ ამას რასაკვირველი იზღირებულება აქვს რომ 116 წლის როდის არის ჩაწერილი ფაქტია ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ხმებია. ჩვენ აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ კი არა და ვიმსჯელოთ როგორ მღეროდნენ მაშინდელი საზოგადოება ხალხი მომღერლები ტემბრი როგორი იყო მანერა როგორი იყო და ასე შემდეგ და ასევე ეს არის ერთგვარი ხიდი წინა საუკუნესთან იმიტომ რომ ამ ხალხმა ხო თამეთ წინაპრებისგან ისწავლეს ეს სიმღერა არა და შესაბამისად ანუ ეს მთელი ეს ისტორიული რაკურსია მაგრამ გარდა ამისა ეს არის შედეგი აი 60-იანი წლებებში დაწყებული ესეთი ძიების და შესწავლის ხალხური სიმღერების ხო ახალი ეტაპი დაიწყო წინა საუკუნეში და შედეგი დაიდო თითქმის 1909 წელს უკვე ამ ჩანაწერების სახით. კი და ეს რატომ მნიშვნელოვანი? სამუელ ჩავლეშვილის ფიგურა ყველაზე მნიშვნელოვანი, ვისი გუნდიც იყო ეს. იმიტომ ეს იყო სრულიად უნიკალური მომღერალი იმ პერიოდისთვის კი არა და ზოგადად გურულ სიმღერაში, რადგან ის ეგრეთ წოდებული რევოლუციონერი მომღერალი იყო. მის სახელს უკავშირდება მარტო პირველ ხმას მღეროდაო, ხო? მარტო პირველ ხმას მღეროდა, კი. მის სახელს უკავშირდება გურული სიმღერის გართულება. აჰა. იმიტომ რომ მას შექონდა ჩიტის ჭიკჭიკი შექონდა სიმღერაში. ეს მელოდიებს აკეთებდა ჩხართვი ესეთი ჩიტი ალბათ მოგიხსენებათ და იქიდან ისწავლობდა მელოდიებს და შექონდა ამის დემონსტრირება მაგალითების არსებობს ამის თუ როგორ და ყოველი მისი ახლად შესრულებული სიმღერა ფაქტობრივად ახალი სიმღერა იყო ანუ ახალი ვარიანტი კი არ იყო ფაქტობრივად ახალი სიმღერა იყო და ის რაც დევს რეალურად გურული სიმღერის არსში წესი რა თქმა უნდა ანუ ზოგადად ხალხური სიმღერის დამახასიათებელი თვისებაა სიცოცხლე და ეს იმპროვიზაცია და ასე შემდეგ მაგრამ სამუელის გუნდს ეს ჰქონდა რაღაც უმაღლეს ესე დონემდე აყვანილი და მე არ მინდა რაღაც კნინობითაც ჩავამერთვა სამუელს და გუნდს რო ვახსენებ, იმიტომ რომ სამუელის გუნდში არანაკლები მომღერალები იყვნენ სამუელისა, გამიგეთ? აი ახლა სხვა ჯურის სანამ თქვენ ჩაგერთობოდეთ ზუსტად ნახევარი საათის წინ ვესაუბრე ლალი ბასილაშვილს, რომელიც არის აკაკი ბასილაშვილის შთამომავალი, ძალიან დიდი მომღერლის შთამომავალი და მან მითხრა ესეთი რამ რომ მივიდაო, ესე იგი სიმღერის სასწავლო უნდაო სამუელისგანო და დაიწუნა იმ წუთში, იმიტომ რომ ისეთი ხალხი ყავდა მის გარშემო, რომ ნუ ეს იყო კორიფეები სული ამ დროს მიშური და არანაკლები თვითოეული აღებული ლეგენდარული ხმა და ლეგენდარული შემსრულებელი გურული სიმღერის.
დღეს აი როცა ასეთი ჩანაწერების აღმოჩენა ხდება და გაციფრება, შემდეგ როგორ ხდება მისი რეპერტუარში შეყვანა? კი ბატონო, მე ვარ თქვენ სწორად აღნიშნეთ დასაწყისშიც ეს ფოლკლორის ცენტრის ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს არქივებთან დაკავშირებით და ამაზე ძალიან კარგი იქნება თუ მომავალშიც მოგვეცემა საშუალება და კი მე ვფიქრობ საინტერესო საკითხები შეგვიძლია უკვე სექტემბრიდან. და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის ხელმძღვანელი ვარ, თუმცა ეს აღმოჩენა პირადი არქივის ამბავია, მე შევისყიდე ეს ფირფიტა და ამას გაგრძელება ექნება შემდეგი სახის, რომ მე თავად მღერი ესეთი ანსამბლი ადილეი, ძირითადი რეპერტუარი შედგება დასავლეთ საქართველოს სიმღერებისგან და ვცდილობთ რაღაცა ძველი ტრადიციას თავისუფალი მღერის რაღაცნაირად მას ვქნათ, რა ქვია, დავაფუძნოთ ჩვენში თვითონ და მივდიოთ მოკლედ ამ მიმართულებას და ჩვენ გვაქვს გეგმაში რომ შემოდგომას მოკლედ ეს სიმღერები, ეს სამი სიმღერა დავამტყიოთ ჩვენი ახალი დისკის პრეზენტაციას და იმ დისკში შევა ეს სიმღერები უკვე ჩვენს მიერ შესრულებული და შესაბამისად იქნება კონცერტი, სადაც ასევე ცოცხლად შესრულდება ეს სიმღერები. აი ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ხდება სიმღერის სიცოცხლის შენარჩუნება და გაგრძელება რეალურად. კი. და ეს იქნება რაღაც უნიკალური შემთხვევა, რომ 116 წლის მერე ეს ვარიანტები პირველად აღჟღერდება საერთოდ მოკლედ. ძალიან მნიშვნელოვანია. მე წარმატებები მინდა გისურვოთ და აი სწორედ თქვენს ნათქვამს დავეყრდნობი და იმედს დავიტოვებ, რომ აუცილებლად შევხვდებით სტუდიაში უკვე მომავალში და ვისაუბრობთ უფრო დეტალურად ამ საკითხებზე, იმიტომ რომ ეს არის საინტერესო პროექტებია და რაც მეც ეცოდინება, მით უკეთესი. წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა თქვენს დროისთვის. ვესაუბრებოდით და ჩვენ საუბრობდით უნიკალურ ჩანაწერზე, რომელიც სულ ახლახან აღმოჩნდა ერთ-ერთ ფირფიტაზე. ასეთი იყო დღევანდელი არტ ექსპრესი სეზონის ბოლო გადაცემა და სხვათა შორის ნიშანდობლივია, რომ სწორედ ისეთ თემაზე დავასრულეთ, სადაც საუბარია როგორ ხდება ტრადიციის გადმოსვლა თანამედროვეობაში და მისი დამკვიდრება უკვე თანამედროვე შემსრულებლობაში. მე მინდა გისურვოთ წარმატებები მთელი ზაფხულის განმავლობაში და ახალ სეზონამდე დაგემშვიდობოთ.